მოგესალმებით Echo Chamber-ის სტუდიიდან. დღეს არის მეორე სეზონის მერამდენი ეპიზოდი. მე 17 ან 18 ეპიზოდი სავარაუდოდ. შეგვიძლია აღარ ვთქვათ ხოლმე ესე, არა? გამერჯობა. ხო, რა მნიშვნელობა აქვს და დღევანდელი ეპიზოდი გადავწყვიტე დავუთმოთ როგორ გითხრათ, აი უფრო კონკრეტულ ჩვენ ხო აი გაძნევთ უამრავ ინფორმაციას გეუბნებით, აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯები, ამ ყველაფერს რაღაც იაზრებთ, იგებთ, აი დააგროვეთ თითქოს გონებაში ბევრი ინფორმაცია და აი მაგანითად გარეთ ისეთი ამინდებია ხა რომ უმეტესობა შეიძლება გაუჩნდეს რომ აი მინდა დავიწყო დღეს და აი ზუსტად აი მთენი ამ რაღაც ინფორმაციის დიდი როგორ თქვათ მოგეთ თენი ინფორმაცია რაც გაქვთ ამ ინფორმაციიდან ზუსტად თანმიმდევრულად ნაბიჯ რა უფრო მნიშვნელოვანია, რას უფრო უნდა მიაქციოთ წონაში კლების დროს სანდრა? რატო იქნებ ჯანსაღყვებაზეა დღეს ჯანსაღი ყვება იდეაში ცოტა თუ აი რაღაცა ეს ღრმად შეხედე იდეაში ყოველთვის 10-დან 10-ვე შემთხვევაში ავტომატურად წონის ყნევას არ ნიშნავს, მაგრამ უმეტესად მაინც აი ჯანსაღად უყვები, ჯანსაღი ცხოვრების სტილს მიყვები, გინდა არ გინდა დროის ამბავია რა. მოკლე დროს შენობა ვერ, მაგრამ გრძელვადაში ძირითადად თან byproduct ხო რა, თან ახლავს წონის ყნება. მაგრამ ეხლა უფრო კონცენტრირდებით აი რა საფეხურები რიგითობის მიხედვით რა უფრო პრიორიტეტულია, რა უფრო მნიშვნელოვანია თუ გვინდა სწორად ჯანსაღად წონის დაგნება. დავიწყოთ რამოდენიმე ის არის 5 თუ 6 საფეხურია, რაც აი მეც ეხაც რო აი მოსწავლეები ყოველ რაღაცა გეგმას რო დაუწერ და ეს არა ჯერ ეს არ არის, ამას არ მივაქციოთ ყურადღება, დღეში რამდენჯერ შევჭამ, როდის ვჭამო, ძირნის წინ ვჭამო, დინით რო გავიღვიძება, მოგეთ აი ესეთ რაღაცებს განვიხილავთ ეხა. რა უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტულად. ესე იგი, პირველი, ვინც აქტიური მაყურებელია ჩვენ ეპიზოდების, კი გეცოდინებათ, თავიდანვეც ეპიზოდი რო დავიწყეთ, აი სხვადასხვა დიეტები რომ მიმოვიხილეთ, ანუ ყველა დიეტაში ყოველთვის როცა მიზანია წონის დაკნება, პირველი აი ყველაზე მნიშვნელოვანი აუცილებელი რა თქმა უნდა არის კალორიული დეფიციტი, ანუ რა რაოდენობა საკვებს იღებს, საკვების რაოდენობის განსაზღვრა. ანუ კალორიების კონკრეტული რიცხვი კალორიების მიღება, რაც საჭიროა თქვენ შემთხვევაში რომ დაიკლოთ წონა. ეს არის აი უპირველესი ამის გარეშე როგორც თქვი შეიძლება ადამიანი რაღაც ძალიან ცუდად იკვებოდეს, ჯანსაღყვებაზე გადავიდეს, მაგრამ მოკნევადაც მაგიტო ვთქვი რა თავიდან ანუ კუჭსო და დიდი აქვს, სანამ კი გასაგებია ჯანსაღ პროდუქტებს შეჭამს, რომელსაც ნაკლები კალორია აქვს, მაგრამ შეიძლება იმდენი ჭამოს, რომ რაღაც პირველი ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე შეიძლება საერთოდ ვერ ნახოს შედეგი, იმიტომ რომ ყურადღება არ მიაქცია რაოდენობას და კალორიულობით, თქვა იგივე რაოდენობა კალორია მიიღო ჯანსაღი საკვებით, როცა არაჯანსაღ ჭამდა. თუ აი ეს რაოდენობა ზუსტად არ განსაზღვრავთ, არაფერი არ ხდება და ძირითადად მაგიტო წყვეტენ ხოლმე, რომ აი ვაუ 90% სულ ბურგერის, პიცებს, რაღაც ცუდ საკვებს, სნექებს ჭამდი და ეხლა გადავედი მაქსიმალურად რაღაც ჯანსაღ კვებაზე, მაგრამ შედეგი არ მაქვს. აი ეს შედეგი ზუსტად პირველი კვირის 10 დღის, ორი კვირის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს აი мотиваცია მიხვდეს რომ რაღაც სწორ გზაზე დგას და თუ ამ რაოდენობას ყურადღებას არ მიაქცევთ, აი არ არსებობს არანაირ შემთხვევაში წონა დაბლა არ ჩამოვა. პირველი, ესე იგი, კალორიული დეფიციტი რაოდენობა საკვების, ეს არის უმნიშვნელოვანესი. გადავიდით მეორეზე. მეორე ნაბიჯი უკვე მოდის, ანუ ამ კალორია გავიგეთ, რაღაც საჭიროა რა რაოდენობა კალორია გჭირდება, ეხლა შემდეგი ნაბიჯია უკვე რა ის გაგვიმარტივდა და მოდის წონა, მოდი ხარ რითი უფრო გავაუმჯობესო კიდე, რითი უფრო გავაჯანსაღო ჩემი წონის კლების ამბავი, შემოდის უკვე რისგან მივიღებთ ამ კალორიას რა. ანუ აქ შემოდის ეს ახსნა
უბრალოდ წონაში დავიკლო თუ წონაში დავიკლო ლამაზად, ხო? სწორად და ცხიმის ხარჯი ან მაგას არ უნდა დიდი შეკითხვა ან გამოკითხვა ადამიანს რა წონის კრნება მინდა ყველას გააზრებლად თუ გაუაზრებლად ეგრევე წარმოედგინება თავში რომ აი ქონები, ცხიმები, ნაკეცები რაღაცა მოდიდებული ადგენები სადაცაა გეგან ცხიმი დაიწვას არავინ არ იმაშვება ფიქრობ რომ აი რაღაცა კონტური მასანსი სითხისგან დავიცავ და ის ქონები ნაკეცები დამრჩეს ან ხშირად არის ეგ რომ აი ადამიანი რაღაც კილოგრამებზე სასწორი ჩამოდის და იმიტომ რომ არასწორად აკეთებენ არ აქცევენ ყურადღებას რაც საჭიროა იმას აი წონა ჩამოდის სასწორზე მაგრამ აი ეს ქონები ნაკეცები და ეს რაღაც ადგენები ისე ვიზუალურად ისერჩება რა ცხიმი დიდად არ მიდის ამიტომ აქვს მნიშვნელობა ეს კალორიები საიდან მოვა და კიდევ უფრო ცილა იქნება თუ არა საკმარისი და ბოჭკო ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ცხიმი და ნახშირწყლიანიც მაგრამ თქვა ცილა ცხიმი ნახშირწყლიანი რო ავიღოთ თავარია თქვა კალორიულობა გავიგოთ რა რაოდენობა და ცილა აუცილებლად საკმარისი უქონდეს შემდეგ ცოტა მერია თქვა ზოგ დღეს შენება მაგ ამაზე სხვა წინა ეპიზოდებში ნათქვამი შეიძლება ზოგჯერ მეტი ცხიმი მიიღო ზოგჯერ მეტი ნახშირწყლიანი ეგ უკვე პირადი რა თქმა უნდა მინიმუმ რაოდენობა აუცილებლად დაცული უნდა იყოს მაგრამ personal preference როგორ არის ვის როგორ ურჩევნია და ვის როგორ რა პროდუქტებს უფრო კარგად გადაამუშავებს, კარგად იღებს ორგანიზმი, უფრო მეტ ენერგიას რა თქმა უნდა ისიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ცილა განსაკუთრებით და ბოჭკოც ასევე აი ეს კალორიები რო განსაზღვროს რას ვიღებთ და რომ მივიღებთ, მე ეს კალორიები კარგად რო გადაამუშავოს, შეიწოვოს, აითვისოს ორგანიზმმა, ბოჭკო არის აი უნიშნელოვანესი, სასურველია მინიმუმ 1000 კალორიას ერთი 10 გრამამდე ბოჭკო მაინც უკეთესი იქნება 20-25-მდე თუ ვიღებთ თლად გადასარევი. ესე თან ისე მიუყვები კიდე რა კონკრეტული ნაბიჯები პირველი არის განსაზღვროთ კალორია რაც გვჭირდება დაკნებისთვის და ნუ რა თქმა უნდა ეს ეხა ვიტყვი არ ვთქვი რომ რა თქმა უნდა დიდი დეფიციტი არ უნდა იყოს რაღაც გვჭირდება დასაკნებად დეფიციტი ყველაზე სწორი იდეალურ ვარიანტში 0-დან 500 კალორიამდე აი ამ რეინჯს არჩეთ შემთხვევაში არ უნდა გაცდეს შემდეგ გადავედით ცილა მინიმუმ არა მეტის აი საჭიროზე ცოტა მეტიც რომ მივიღოთ ნუ არა უშავს კაი იქნება აქვე კითხვა რომ დაგისვა ცილაზე ხო შეიძლება ხო რა თქმა უნდა კლების დროს ანუ კალორიული პირველი არის კალორიული დეფიციტი ხო კალორიული დეფიციტის დროს თუ არიცავთ ცილა-ცხიმი ნახშირწყლის გადანაწილებას. ცხიმთან ერთად კუნთიც გამიგდის, როგორც აღნიშნეთ. აი, ამიტომ გადავედი ცილა-ცხიმი ნახშირწყლის დათვლაზეც. იცი როგორ ვთქვა, კალორია განსაზღვრე და მე მოდი აბა ცილა-ცხიმი ნახშირწყლსაც დავთვნე, იმ ცილა-ცხიმი ნახშირწყლისგან სამივეს დათვლას, ხო, სამაგი ეფორტ უნდა ენე არა, ჯერ ცილა დათვალეთ. ოკეი, დავთვალეთ ცილა. ანუ შენ აქ მე მეუბნები რომ მე რომ ცილას მივიღებ საკმარის, აი კარგად რა. კუნთი აღარ მომაკლდება. კი, შედარებ როგორ არის. მე გადავდივარ. ხო, ბევრად ნაკნები ესე ბუნებრივად ადამიანს ყოველგვარი ზედმეტი ამ ხშირად ვიმეორებ, მაგრამ ეგრეა ზედმეტი რაღაც არაბუნებრივი და მავნებენი პრეპარატების ჩარევის გარეშე ისე რომ როგორც არ უნდა იდეალურად მოაწყო ცხოვრების სტილი და ცილა კალორია ვარჯიში ამბავი მანქანდეც მივალთ 100% ცხიმის წვა 0% კუნთის მასა რო დაიწოს არ ხდება ეს კუნთიც გინდა არ გინდა იკარგება უბრალოდ ჩვენ ყველაფერი აი ეს კალორიაც ცილაც ისე უნდა გავაკეთოთ რომ რაც შეენება მეტი კუნთი შევინარჩუნოთ და რაც შეენება მეტი ცხიმი დავწოთ. ანუ ძირითადად კრნება აი ცხიმის ქონების ხარჯზე რომ მოხდეს. ანუ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს კლების დროს მაქსიმალურად მე ამ ბოლო დროს მივხვდი მაგას რამდენი წელი ამ სფეროში ვარ და შენთან ერთად ვარ და ბევრი რამე ვიცი მართლა. მაგრამ ძალიან აქტიურად წამოვიდა აი ახლა ასე საუბრები რომ ნუ მოკლედ კუნთის შენარჩუნება წინა ეპიზოდში ვახსენეთ longevity და ასე შემდეგ არის უმნიშვნელოვანესი და ანუ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაგისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აი კრნების დროს რაც შეიძლება მეტი კუნთი შევინარჩუნოთ. ანუ რაც შეიძლება ნაკნები კუნთური მასა დავკარგოთ და ძირითადად უცხიმი და დავწვათ. და აი ეს ყველაფერი ხარაც
ვიძახი ზუსტად მაგას ემსახურება ეს თანმიმდევრულად მნიშვნელობა ზუსტად მე არ ვიცოდი რომ ბოჭკოს საკმარისი ბოჭკოს მიღება ცილის შეწოვას უწყობდა ზოგადად არა ცხიმს ნახშირწყალს რო შეჭამ კუზილძავის მოქმედება მოკეთ ყველაფერი ეს რიცხვის თქმართ უნდა რომ ბევრად უფრო უკეთესად მიდის მთლიანად პროცესები მთელ ორგანიზმში როცა საკმარის ბოჭკოსაც იღებ რაც არ უნდა იცილად ცხიმი ნახშირწყალს სვა იდეალურად გრამებს იღებდე ბოჭკოც აუცილებელია ცანიან შემდეგ ეს ორი საფეხური მესამე საფეხური უკვე შემოდის ახლა აი რაღაც კუნთის შენარჩუნება ხო კუნთის შენარჩუნების აქვე ვიტყვი რომ ესე ყოველთვის იდეალურად თქვა ამ 5 თუ 6 პუნქტი რაცა მეც ვერ ვასრულებ ანუ ესე მთლიანად 10 წლის რაღაც 365 დღის განმავლობაში ეს ყველა პუნქტი იდეალურად უნდა ეს არის იდეალური ვარიანტი იქნება რომელსაც მეც არ ვასრულებ 10 წლის განმავლობაში ძირითადად უფრო როცა აი თქვა აი ხა მაგალითად როცა ზაფხული მოდის კაი ამინდები იქნება და აი ზამთარში დაგეგმილად მაგრამ ცოტა კონტური მასა რო გავიზარდე წონა მოიმატე ცხიმიც რომ მოიმატა ის ცხიმი რო იდეალურად სწორად დავწო წყალში არ ჩამეყაროს ეს ზამთარში ვთქვათ მომატებული წონა რომელიც კუნთის მასაც გაზარდა და ისევ არ დავკარგო ამიტომ განსაკუთრებით მაგ პერიოდშია მნიშვნელოვანი რა მესამე საფეხური მოდის უკვე როგორც თქვი აი წონებით ვარჯიში რა რაც კონტური მასის შენარჩუნებას პირდაპირ ეხმარება. არა უცნებია ეს რომ მაინც და მაინც დარბაში თანადგარებზე ვარჯიში იყოს. არა, ნებისმიერ ქარეთაც შეიძლება ტურნიკი ორძენი, ზევით აზიდვა, აზიდვები. ხო, შენობა სახშიც თუნდაც ანტენები ღერძი ქონდეს წონა, ანუ წონით რეზისტენსი კუნთს რო გაუჭირთ, ცოტა რომ დაიჭიმოს აი ეს კუნთის მუშაობა როგორ თქვათ მარტივად, ანუ უზრუნველყოფს იმას, რომ აი ორგანიზმი ხდება, რომ აი რაღაც კუნთს კონკრეტულ კუნთს ამუშავებს, წონას კი ვიკნებ, მაგრამ აი ამ კუნთის დაწვა არ ივარგებს, იმიტომ რომ აი ამ სამუშაოს ასრულებს და ესე იგი ჭირდება ამ სამუშაოს შესრულებისთვის და მოდი არ დავწვავ ცხიმს გამოვიყენებ რა. ეს შეიძლება იდეალურ ვარიანტში ამ რეალობაში დარბაზი გამოდის, დარბაზში წონებით ვარჯიშის, გარეთაც შეიძლება როგორც თქვი, აზიდვები, ჩაკუზვები, ხელში სიმძიმე დაიჭირო, ზევითაც წევა, ორძენი, ან სახში თუნდაც თუ ანტენები გვაქვს, ცოტა სიმძიმეები, რეზინები რა, მოკლედ ბევრი რაღაცის, ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება ამ კუნთის გავარჯიშება, რაც როგორც თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო იმ ვიზუალური მხარის გამო არა, რომ აი რაღაც 10 კილო დავიკენი და რაც უფრო მეტ კუნთს შეენარჩუნებ, მე ის ცხიმი რაც რო დაიწყო, ვიზუალურად რო შეხედავ, ბევრად უფრო შეკრუნი და ტონუსში იქნება ვიზუალურად ორგანიზმი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილა განსაკუთრებით აი დიდი წონა ვისაც აქვს რაღაც 130-დან ჩამოსულა 100 კილოზე 30 კილო დაუკნე და ვიზუალურად რო შეხედა, რაო, ისევ იგივე ქონები მითან თანებს არაფერი, ანუ ძირითადად კუნთის და ზედმეტ სითხის ხარჯზე მოხდა არასწორად კრნება და იმიტომ ვიზუალური დიდად არ გამჯობეს და მარტო ეგ მხარე არა, ასევე ძალიან აქამდე ეპიზოდებში ხშირად მაქვს ნათქვამი, ანუ კუნთური მასა რაც უფრო მეტი გაქვს, თენი დღის განმავლობაში უფრო მეტი ჭამა შეგიძლია, უფრო მეტი რაოდენობა ჭამა შეგიძლია, რომ კრნება მოხდეს ყველაზე მარტივად ესე ითქმის რა. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი კუნთური მასა აქვს ორგანიზმს, მით უფრო მეტი ენერგიის დაწვა, მეტი კალორიის დაწვა უწევს თენი დღის განმავლობაში, რომ ეს კუნთური მასა შეინარჩუნოს რა. ამიტომ თუ გამოგივათ იდეალურ ვარიანტში დარბაზში ვარჯიში იქნება, არ ვიძახი რაღაცა ყოველ დღე და გიჟო, არა კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, ანუ ყველა ვარიანტი მისაღებია, თუ დარბაზი არ გამოვა, სახში შეიძლება იყოს, თუ სახნე არ გარეთაც მოკლედ თუ მოინდომებთ საკუთარი სხეულის წონითაც უამრავი ვარჯიშებია, რომ კუნთები გავარჯიშდეთ, ასე ვთქვათ, მით უმეტეს თუ აქამდე საერთოდ არ გივარჯიშიათ, აი ეს პატარა დატვირთვაც, სახლური დატვირთვაც კი, ან რაღაც სუბუქი კანტერები დატვირთვაც კი ორგანიზმისთვის იქნება ძალიან ისეთი სტიმული, რომ რაც შეიძლება მეტი კუნთური მასა შეინარჩუნოს კი არა და შეიძლება
გაზრდა რთულია, მაგრამ ცოტა აი ტონუსში მოვიდეს, გამოიღვიძოს კუნთებმა და გამკრივდეს ვიზუალი. შემდეგი ეს სამენაბიჯი გავიარეთ, უკვე კომფორტულად ვართ, ყველაფერს კარგად ვაკეთებ და კიდე რა შეიძლება მეოთხე ნაბიჯი მოდის უკვე მთელი დღის განმავლობაში აქტიურობა რა. მთელი დღის განმავლობაში და კარდიო ვარჯიშებიც მაგაში შედის, ასე ვთქვათ რა. მთელი დღის განმავლობაში აქტიურობაში მოიაზრება, აი რაც აქამდე ძალიან ხშირად მithქვამს, ფეხით სიარული, სახში ლიფტით არასვლა და კიბეზე ასვლა, შენობა რაღაცა რავი, პატარა ძუნძუნიან რაღაცა შეიძლება ფეხით სეირნობდე და ცოტა რაღაცა აუჩქარო ნაბიჯს გაიქცე. და ასევე ამაში შედის თუ ვარჯიშობ თქვა დარბაზში, კარდიო ვარჯიშების გაკეთება, როგორც შეიძლება იყოს აღმართზე სიარული, კიბე ან ესეთი რაღაცები. ამასაც თითქოს ისეთია რა, ხო რა, ის რა ქვია, მაღაზიაში ფეხით წავედი 5 წუთი გავიარე იქ, სახლიდან კიბი ჩამოვედი 2 წუთი აქტივობა იყო, კიდე საღამოს ჭამე და ცოტა ძიმეთ ვიგზნე თავი და 15 წუთი გავიარე. ვითომ არაფერი თითქოს არაფერი ზეგავლენა, არა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს სწორად წონის კნების დროს, ცხიმის წვის დროს, იმიტომ რომ მთლიანი დღის კალორიულობის სადღაც 15, შეიძლება 20%-მდე, 15-დან 20%-მდე წვა მოდის აი მთელი დღის აქტივობებზე რა, იმ მთელი დღე ვინც ზის სამსახურიდანაც მანქანით, ლიფტით, აი რო ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკრები ნაბიჯი გადადგას, ძალიან უშნის ხელს ეგ აი სწორად წონის კნებას, ცხიმის წვას რა. უაღრესად მნიშვნელოვანია ეგ ამბავიც, რომ მთელი დღის განმავლობაში ვიყოთ უფრო აქტიურები. არ არის საჭირო, რომ აი ვიღაცა თუ მართლა მთელი დღე ზის და სამსახურშიც მანქანით მიდის, მაღაზიაშიც ლიფტით და აი პირველივე მაღაზიაში შედის, ეგრევე გადახვიდეთ რაღაც დღეში 10,000 ნაბიჯზე და უფრო მეტი და კიბეზე გინდა არ გინდა ის არა. რასაც აკეთებთ იმასთან შედარებით ნენელა რომ ცოტა გავმოძრავდეთ, გავაქტიურდეთ და მერე უკვე დრო რო გავა ორგანიზმი თან ძალას დაატანთ და თან მოგთხოვთ კიდევაც რომ უფრო მოძრავი იყოთ და 1-2 დღე რო ჩაგივარდეთ, შეიძლება ცოტა ისე იგრძნოთ თავი რომ აი დღეს არ მიმოძრავია და რაღაც უცნაური დღე არის. აი ეს მეოთხეც რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორად წონის კნების დროს, აი უმეტესად ცხიმის წვა წავიდეს და ნაკლებად კონტური მასა. აი შემდეგ მოდის უკვე წყანი რა, სითხის ეს მეხუთე ხო? მეხუთე, ანუ წყანი და იცი როგორ რაღაცეები, აი წყანი და თქვა მეორე კი თქვი ცილას მნიშვნელობა აქვს ცილა ცხიმი ნახშირწყალს, მაგრამ აი წყანი და ასევე აი ცილა ცხიმი ნახშირწყალს რა პროდუქტებისგან მივიღებთ რა, ანუ პროდუქტების ხარისხი რა იქნება რამდენად თქვათ ყველაზე მაგალითად ცილა შეიძლება ლორშიც იყოს, რომელიც რაღაც processed ხორცია, შეიძლება უცხიმო იყოს ძალიან კარგი, მაგრამ სად ლორი და სად კვერცხი ან რაღაც ყვენი, ან ყვენიც ისე ვთქვი რა, შეიძლება იყოს ხო იცი ისეთი სლაისები როა სად ეყვენი და სად რაღაც სულუგუნი და იმერუნი და ისეთი რა ორგანული ყვენი. აი ხარისხის პროდუქტებისგან ასე ვთქვათ ამ ცილა ცხიმი ნახშირწყალის მიიღება. აი წყანი თითქმის როგორც ბოჭკოც ისეა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ნუ აი თქვათ თუ ადამიანი მართლა ერთ ჭიქა წყალსაც არ სვამს, თანმიმდევრულად რო აიღო, აი ეგრევე გადავიდეს თან კალორია დათვალოს, თან ცილა ცხიმი, თან წყანი ცოტა ისეა რა, ჯერ ყველაფერ ამას თუ მოაწესრიგებს, მერე შემოდის წყანი, ამაზეც როგორ გითხრათ, ესე რომ ავიღოთ აი მინიმუმ ეს რაოდენობა, რაღაც ძალიან ზოგადი რიცხვი, შეგვიძლია ვთქვათ, ინდივიდუალურია, მაგრამ ნუ 2 ლიტრი წყანი, თუ საერთოდ არ სვამთ, რა თქმა უნდა, ეგრევე 2 ლიტრი შეიძლება ცოტა ძალიან დაძანება გამოვიდეს ორგანიზმისთვის, ერთი ჭიქიდან თუ შეიძლება 2-ზე 3-ზე გადავიდეთ, მაგრამ ერთი ზოგადი რიცხვი თუ შეიძლება ითქვას, ეს არის ეს საშუალოდ
5 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში ძალიან კარგი იქნება. იგეც ანუ ორგანიზმში მიმდინარე ყველა იმ საჭმლის გადამუშავება, მონენება, ათვისება, ყველაფერს ძალიან წაეხმარება და ნებისმიერი ვარჯიშზეც უფრო კარგად კონტური მას კუნთის უჯრედებში სითხეც რო საკმარისია ვარჯიშიც თუნდაც ეგ დარბაში ვარჯიში იქნება თუ გარეთ ფეხი და ყველაფერი უფრო კარგად მის მოკლედ ყველა ფუნქცია ორგანიზმში ბევრად უფრო კარგად ხდება როდესაც საკმარისი სითხე აქვს ორგანიზმში და ხალხი რო იძახეს სითხეზე რო შევჩერდეთ 2 წუთი სითხეც მაშუპებს ხო არის რეალურია კი სითხეც ხო ეს ეგ უკვე შემდეგ იმას გადავდივართ ანუ სითხე ეს პირველი 4 რაც ჩამოთვანე თუ მაგას არ აქცევ ყურა და ბურგერს, პიცას და ეგეთ რაღაცას ჭამდა თან ბევრ წყალს ვამ რა თქმა უნდა იქ იმდენი სოდი. კი არა, სიტყვაზე პირველ 4-საც ვასრულებ და მაინც მაშუპებს. ნუ ძირითადად ყველაზე ისეთი ეგ რთულია ხა ესე ზუსტად თქვა, მაგრამ ყველაზე ისეთი არის რომ ხო რაი თუ ადამიანი საერთოდ არ სვამდა რაღაც ერთ ჭიქა წყალსაც სულ შენება რაღაც ყავა, ჩაი უშაქრო, მაგრამ იმაზე გაზიან სასმენებზე იყო და შემდეგ უცებ გადადის, მაგიტო ვთქვი რა, არ დავაძალოთ ეგრეთ უცებ გადავა 1 ჭიქიდან რაღაც 3 ლიტრაზე ან 2 ლიტრაზე მეძე. აი, ეგეც სტრესია ორგანიზმისთვის იმ ხრივ, რომ მიჩვეულნი იყო, რომ საერთოდ არ იღებდა, ცოტა სხვანაირად ფუნქციონირებდა ორგანიზმი და ეხლა უცებ ამდენი წყალი დროის ამბავი ეგ ვერ შენარჩუნდება, აუცილებლად დაბალანსდება წყლის რაოდენობა და მე მარტივად გამოდევნის, მაგრამ 1 ჭიქიდან 9 ჭიქაზე რო გადადის, უცებ ორგანიზმი სტრესში ვარდება, ცოტა შოკია ორგანიზმისთვის და უჭირს აი როგორ გითხრათ რა, და დაალაგოს ყველაფერი საკმარის რაოდენობა უჯრედებს შეიკავს, იმიტომ რომ ცოტა ისე რომ ორგანიზმი უნდა მიეჩვიოს, ყველაზე მარტივად რო ახსნათ, ორგანიზმი უნდა მიეჩვიოს, რომ ეს ადამიანი აი ამ რაღაცა 3 ლიტრ წყალს მიიღებს სისტემატიურად და არა რაღაცა 5 წელი რო 1 ჭიქას სვამდა და ხა ერთი კვირა გადაწყვეტა რომ ძალიან ბევრი და გონია რომ ისევ შეიძლება 1 ჭიქაზე გადავიდესო და მოდი შევიკავებ ყველგან ისედაც თქვათ dehydration ცხოვრობდა ასე ვთქვათ ორგანიზმი სულ ქრონიკულად სითხის ნაკლებობა იყო და ეხა ერთი კვირა მეც არ ჯერა ორგანიზმს რომ ეს ადამიანი სისტემატიურად სულ მოდი სამუდამოდ კი ეგ აი შემდეგ თემაზე რო გადავალთ წონის გაყინვის ამბავზეც მანდაც ის იქნება რა ხო და აი ცოტა დრო ჭირდება ეგ შეშუპებაც ინდივიდუალური ახლა ზუსტად განსაზღვრა ერთი კვირაში გაგივა თან 10 დღეში თურნია, მაგრამ სადღაც აი ერთი კვირა, 10 დღე, 2 კვირა თვემდე შენება დაჭირდეს, რომ მიხვდეს ორგანიზმი, რომ კი ეს ადამიანი ეს გადავიდა, რომ რაღაცა 2 ლიტრამდე თუ 3 ლიტრამდე წყალს იღებს, სისტემატურად მომაწვდის და მოდუნდეს ასე ვთქვათ, რომ კი ეს ესე იქნება ზედმეტი სითხე ტყუილა არ შეიკავოს. აი შემდეგ მოდის უკვე ხო ეს წყანი და ასე ვთქვით რომ სასურვენია რომ ეს ცილა-ცხიმი ნახშირწყალი მაქსიმალურად ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტებისგან იყოს მიღებული, ნაკნები იყოს აი ეს processed food გადამუშავე, ნაკნები იყოს თქვათ აი ნახშირწყალს თქვათ cornflakes-ისგან შვრინის პანტენისგან მიიღებ თუ თქვათ შვრიან ციცებურასგან შეიძლება ორივეგან რაღაც 70 გრამი ნახშირწყალი იყოს 100 გრამში იქაც 70, მაგრამ სად ციცებურა და სად სიმინდის პანტენი, აი ეგეთ რაღაცას უკვე ამ ეტაპზე მაგასაც მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ და ვეცადოთ რომ ისე არ გამოვა რომ ეხა გადავიდეთ აი ყველაფერი 100% სულ ჯანსაღი პროდუქტი არც შოკოლადი არ ჭამოთ თუმცა შოკოლადი გააჩნია რომ იქნება სასარგებლო შეიძლება არის იყოს ნაყინი პეჩენია ნამცხრები ანუ ცხიმი და ნახშირწყალი ეგეთი პროდუქტებისგან არის ცოტა უფრო აი ყველაზე სწორი ამ შემთხვევაში 80-20-ის 70-30-ის პრინციპია არის რაღაც 70-80% რო ჯანსაღი სასარგებლო პროდუქტებიდან დავაგროვოთ ეს ცილა-ცხიმი ნახშირწყალი და ის 20-30% იყოს თუნდაც აი რაღაცა ნაყინი პეჩენია სიმინდის პანტენი თუ რაღაც ზედმეტი დამატებითი შაქრის და რაღაც არა სასარგებლო ცხიმის მქონე პროდუქტებისგან it's okay არა უშავს იქნება და შემდეგ გადავდივართ ეხა უკვე მოდის მე-6-ე იცით როგორ რაღაცა აი
ძინი ჭამის იმდენად რაოდენობა არა, რა რაოდენობაზე გაყოფ, არამედ აი ბოლოს როდი შეჭამ ძინის წინ რაღაც რამოდენიმე საათ ადრე გაღვიძებიდან როგორ რამდენ თქვა ცხოვრების ცნიანად ცხოვრების სტილის ასე ვთქვათ, აი საკვებს რო იღებ, თუ თქვა აი ტელევიზორის და რაღაც ვიდეოების ყურების წინ არ მიყ. ანუ პატარ-პატარა რაღაც ცხოვრების სტილის შეცვლის საფეხურია ეგრო, აი ცოტა ნაბიჯ ცდილობ რო mind ის კონევრულად გადახვიდე, ცოტა ესეთი თითქოს არ ამავნე, მაგრამ საერთო ჯამში მთლიანობაში ცოტა დამაზიანებელი მავნე ჩვევები, შეცვალო კარგი ჩვევებით, აი რა სჭამ ყურადღება მიაქციო და არა ვიდეოს, თქვა ძინის წინ რაღაც 1 საათით ადრე არ არის სასურველი, არამედ 3-4 საათით ადრე ჭამო, რომ მე ძინის ხარისხი არ გაფუჭდეს და კარგად ჩაიძინო, მე მეორე დღეს რო გაიღვიძებ ენერგიით სავსე იყო და ნახევრად მძინარე არ იყო და მოკეთ ეგეთი პატარ-პატარა ჩვევები უკვე აი ბოლოსა ხო ამაზე მაინტერესებს შენ კლიენტებს გეგმის წერისას და ზოგადად ფიზკულტურას მზაკებაზეც არ უწესებ კონკრეტულ საათებს ზუსტად იმიტომ რომ ეს არის მე-6 ხარისხოვანი ანუ ის რომ როგორ რაღაცა უყურე ადამიანი როდესაც აი თქვათ წონის კნებაზე გადადის გინდა როგორც არ უნდა ჯანსაღი როგორც უნდა სწორი იყოს უკვე სტრესია ორგანიზმი კალორიული დეფიციტი ნიშნავს ავტომატურად სტრესია ორგანიზმი სტრესთან ხშია ანუ თუ იკლებ უნდა ხშიოდეს ხა არ მესმის თავიდანვე შეიძლება ინდივიდუალური არა ზოგს თავიდანვე ზოგს შეიძლება თავიდანვე არ შეოდეს მე არ მესმის რას ქვია წონაში ვიკლებ და არ მშე თუ არ მშია ესე იგი ვერ ვიკლებ წონაში არა ხო და არა ყველა მე მაგალითად წონაში ვიკლებ ხა და საერთოდ არ მშია ნუ შენ ხა იმ ხელის აიშენე წინ ხო და მაგას გააჩნია კონკრეტულ ადამიანს აქ მნიშვნელობა რას რას ჭამდა ახამდე როგორ უცხოვრია და როგორ დეფიციტში გადადი ზოგი გოგემ ყველაზე მარტივი მაგალითებია ზოგი თავიდანვე როგორ მართლა 200 ან 100 კალორიის დეფიციტი თუნდაც თავიდან კუჭი იმდენად გადიდებული და რაღაც ისე არის რომ თითქოს არ ყოფნის შია და რაღაც რამოდენიმე დღეში კუჭი უბადრავდა და ეჩო აღარ შია არიან პირიქით ადამიანები რომ თავიდან აი რაღაც ძალიან არაჯანსაღიდან ჯანსაღზე რო გადადის რაღაც თითქოს მეც ხონე ხო რა ბევრი ამდენ საკვებს ვერ ჭამ რო არა და კალორიულად ძალიან და პირიქით სავსედ გრძნობ თავს და აი მე ცოტა რომ მიეჩვეო ორგანიზმი რაღაც ცოტა კიდე კალორიის მოკნება რომ მოუწოს მე შევდებათ ხოლმე რაღაც 2 კვირის 3 კვირის 1 თვის თავზე მაგრამ ისე რომ ну გაჩნია რამდენი გაგდასაკლები მაგრამ აი მთელი პერიოდი თქვა რაღაც 3 თვე ან 4 თვე ან 2 თვე მაინც დაგჭირდეს და არც დღეს არც ერთი წამით არ მოგშივდეს ეგეთი რამე აი ცოტა არარეალურია და იდეაში არასწორიც არის ანუ ესე იგი რაღაცას ხო რაღაცა ვერ მიდის სწორად ვერ იქნებს საკმაოდ აი რაღაც გადაგახტუნა მე სხვა იმ საათებზე საუბრობ ხო და მაგას ვიძახდით რა ხშირად შემოსწავლეებსაც და ჩემ კლიენტებსაც ქონიათ ეგისა რომ რო არ შემიზღიდო თქვა კალორია დავთვალე ცილასქრე ნახშირწყალს ესე გამოდის ეს კონკრეტული პროდუქტები ეს რაოდენობა უნდა ჭამოს და როგორ მოიცა არ აქვს მნიშვნელობა 2 საათი ძინის წინაც ჭამო კი მე ეხა გადავედი ჯერ ნუ რაოდენობა შევზღუდეთ პროდუქტები რასაც გინდა ჭამდი ეხა ეს რაოდენობა ეს უკვე სტრესია მოდი ორგანიზმი ამ სტრესს ცოტა შეეჩვიოს რაღაცა გაითავისოს ასე ვთქვა და მე გადავალთ უკვე მეორე მესამე მეხუთე მეექვსე ეტაპზე რომ აი გეტყვი იცი რა ძინის წინ უჭამდი მოდი ეხა აბა თუ შეძნებ თუ იმდენი სტრესი აღარაა შენთვის მოდი აბა 2-3 საათი ადრე ჭამე მოდი რო გაიღვიძებ თუ ძალიან მაინც არ გშია და რაღაც ეგრევე სამსახურში გასაქცევი არ გაქვს ცოტა 2 საათი არ ჭამო მოკლედ ეგეთი რა ანუ ეგ მოდის უკვე მეხუთე და მეექვსე ხარისხოვანია და არა თავიდანვე ეგრევე რა და კითხვა მაქვს ამ საათობრივ კრებაზე ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის ენდოკრინოლოგები და ასე შემდეგ უნიშნავენ კონკრეტულ საათზე მე მესმის ისინი ამას რატო აკეთებენ, იმიტომ რომ ენდოკრინოლოგებს მით უმეტეს არ აქვს ხა იმდენი დრო და იმდენი შესაძლებლობა რომ ხშირად ეკონტაქტოს თავის კლიენტს და პაციენტს უბრალოდ და ამიტომ რაღაც ყველაფერი რაც უფრო სწორია ეგრევე აძლევს და ანუ ამ ეტაპობრივად რასაც შენ ხა უბრალოდ უფრო ხშირად ეკონტაქტები ხო ხალხს ეტაპობრივად შეიძლება მაგას ვერ ახერხებენ
მაგრამ მართლა ესეთი მნიშვნელოვანი, ანუ კლების მხრივ კონკრეტულად უფრო სწრაფად დავიკლებ, მე თუ შევჭამ დილით 9-ზე 12:03-6 სიტყვაზე რა ეს. არა, უფრო სწრაფად ვერ დაიკნე, მაგრამ როგორ რაღაცა, იცი, ურეჟიმობას ყოველთვის ჯობია რომ რეჟი ან რაღაცა, აი ბევრად რო კარგად იგრძნობ თავს, ენერგიაც კარგად გექნება და რაც თქვი რა, ორგანიზმში რაც კი რამე ფუნქციები შეიძლება იყოს, ბევრად უკეთესად წავა ყველა, თუ თქვათ აი ყოველ დღე ასე თუ ისე ერთი და იგივე დროს ჭამ, ერთ და იგივე დროს იღვიძებ, ერთ და იგივე დროს იძინებ, რაღაც ვარჯიშიც ერთ და იგივე, ხო, რა, აი ასე დისციპლინის და რეჟიმის დროს ყველაფერი უფრო იდეაში მარტივიცაა თან, აი არ გიწევს ზედმეტი ფიქრ რაღაცა, ამ დროს არ ფიქრო მიყვები ზედმეტი ტვინის ჭამის გარეშე, მაგრამ თან შეიძლება რთულიც იყოს, რომ აი ხო რა, შეიძლება სადღაც მივდიოდი სამსახურის შეხვედრა ის. ამიტომ არის ვისთვის როგორ რა, ვიღაცის ცხოვრების სტილს შეიძლება ეს რეჟიმი უფრო შეესაბამებოდეს და მისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს ეს რეჟიმი, ვიღაცისთვის არა. ვიღაცას მარტო რეჟიმზე და იმაზე, ვიღაც შეიძლება ფიზიოლოგიურად, აი ეხა რო ჭამა რაღაცა 2-3 საათში ან 4 საათში არ შეა რა, ანუ საერთოდ არ შეა და ცოტა თითქოს გამოდის ძალით უნდა ჭამოს და მე რო ჭამს, მაინც საღამოს იმდენად მიჩვეულნი იყო მისი ორგანიზმი, აი საღამოს რაღაც კონკრეტულ საათზე ჭამდა, რამოდენიმე წელი, იმ კონკრეტულ საათზე მაინც შევდება მიუხედავად იმისა, რომ ნუ გადაეწყობა ესე იგი გადაეწყობა რა. მაგას ვიძახი რა, ეგ გადაწყობაც თავიდანვე არ უნდა დავაძალოთ, რა უნდა დაიწყო ჯერ კალორია დაცვანე, მერე ცილა-ცხიმი ნახშე, მერე წყალი, აი რაც ჩამოთვან ეტაპებს ყველას მიყევი და მერე უკვე თუ აი რაღაც მოდი რაღაც რეჟიმი რაღაცა არ მომწონს, რაღაც გადავეწყობი, რაღაცა ორისმაგივრად სამჯერ შევჭამ, ვარჯიშის წინ რაღაცა სნექს ჩავა მერე უკვე ეგ მოდის, ხო, ესეც გამომრჩა რა. წყალზე და თქვა ცილა-ცხიმი ნახშირწყალს რა პროდუქტებისგან მივიღებ ის საფეხურზეა ასევე თქვა აი ნახშირწყალს ცხიმს ცილას როდის რას შეჭამ რა დინით რო გაიღვიძებ სასურველია რომ თქვა ცილა-ცხიმიც ნახშირწყალიც იყოს ვარჯიშის წინ სასურველია რომ ძირითადად უფრო ნახშირწყლები იყოს და თქვა ცილა იმდენად მნიშვნელოვანი არაა ცხიმი სასურველია რაც უფრო ნაკლები იქნება უკეთესი ვარჯიშის მერე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძირითადად ცილა იყოს და ასევე ნახშირწყალი აი ვარჯიშის მერეც ცხიმი რო ცოტა იყოს უკეთესი ბოლო ჭამის დროს თქვა ძინის წინ იქნება ნუ ბოლო ჭამარასა სასურველია მეტი ცხიმი იყოს და მეტი ცილა ნაკლები ნახშირწყალი აი ეს უკვე მეხუთე ეტაპია ეს ძალიან საინტერესოა ეს როდის რომელ საფეხურზე თქვა მეხუთე აი წყანი თქვა ცილა-ცხიმი ნახშირწყალი რა ხარისხი რამდენად ჯანსაღი პროდუქტებისგან ვიღებ და ასევე აი meal timing რასაც თქვა ის კი არა რომ მხოლოდ ამ საათზე შევჭამ ანუ ამ საათზე რო შეჭამ ან რას ჭამ რა ცილას უფრო მეც ცხიმს თუ ნახშირწყალს ეგ უკვე მე ესე კი თავიდან რო ვთქვა როცა საუზმობ იდეალური საუზმე არის ცილა ცხიმი და ნახშირწყალი ერთად იცი როგორ აი თუ თქვა ვიღაცა დარბაში ვარჯიშობს ან ფიზიკურად აქტიურობა უწევს საუზმის მერე ეგრევე. მაშინ ცოტა სხვა არის რა, მაშინ ნახშირწყლებით სასურველია რომ არა, მოდი ესე ვისაუბროთ, აი, ვინც, ნუ, სხვადასხვა ტიპაჟის ვიღაცა უზმოზე საუზმის ვარჯიშობს საერთოდ. ხო, ნუ, მოდი ვარჯიშს თავი დავანებოთ. ჯერო, ხო, ისე არ უწევს საუზმის. თუ დილით ვარჯიშა უზმოზე, მერე ცილა უნდა ჭამოს მარტო. სასურველი, არა, ვარჯიშის მერე არ არის ეს გადამწყვეტი, იმიტოა მეხუთე ადგილზე, არა პირველზე, მაგრამ სასურველია რომ შედარებით მეტი ცილა და ნახშირწყალიც იყოს. ცხიმი შედარებით ნაკლები რომ ეს ცილა სწრაფად მოხდეს ამ ცინის სინთეზი და ცხიმს რო ჭამო, ცოტა ნაკლებად სწრაფად აითვისებ. ცხიმს რო ჭამ, ზოგადად ცნიანად ამ მიღებული საკვების გადამუშავება უფრო ნელა ხდება. გადამუშავება ნელა ხდება, ანუ ეს ცილა შედარებით გვიან მიდის. დეტალები გვაინ მეც კი არ ვიცი და ხო, მაგრამ აი შენთვისაც ხო გეუბნე მეხუთე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ჯერ შენ 4-ის დაიცავი და მე ვიცავ. ხო, და აი ყველა ადამიანებმა ჯერ 4 ეტაპი იდეალურად დაიცავით და მერე დაგაძანებთ რომ აი ეს იცი რა ვარჯიშის წინ აუცილებლად რაღაც ნახშირწყალი და აი ვარჯიშის წინ ნახშირწყალსაც ვარჯიშის წინ თქვა და აი წიწიბურას შეჭამ თუ სიმინდის ფანტერი ჯობია ვარჯიშის წინ ვიდრე წიწიბურა თქვა თუ აი ინტენსივი შაქრით არის და უფრო სწრაფად უფრო სწრაფად შეიწევ და უფრო სწრაფად გექნება რა ანუ სწრაფი ნახშირწყალი მაგაზე ხო ვისაუბრე ჯელიბონებს რო ჭამ ანუ ხალხი ვარჯიშის შაქარი აი ზუსტად რაც აი სწრაფი ნახშირწყალი შაქარი ალტერნატივა ბანანია მაგის ალბათ
ხინით სწრაფად ხდება ათვისება უფრო ჯანსაღი. კარგი. ესე იგი, სიტყვაზე ვარჯიში გადავიტანეთ საღამოს. მაშინ სასურვენია, რომ დინის საუზმეზე დაბალანსებული იყოს და აუცილებლად ცილაც იყოს ცხიმის და ნახშირწყალიც. მე ლანჩი ეს ლაითი ვერსია უნდა იყოს ეს მართლა ისე თუ როგორც ვის როგორ, ვის საუზმე რამდენად, თქვა, შეიძლება ცილა-ცხიმი ნახშირწყალიც იყოს, მაგრამ რამდენად ნოყიერ, რამდენად სუყე, რამდენად გამავსებენი იქნება. აი მაგალითად რო ავიღოთ, თქვა, თუ ჭამს ადამიანი მეც აი კონკრეტულად პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები, რომ არა მარტო ჩემ უამრავი და მომხარებლისას, რომ თქვა, თუ ჭამე აი კვერცხი მაგალითად პური შეიძლება იყოს, არც შეიძლება რაღაც ძალიან ბოლომდე ჯანსაღი რაღაც whole grain რაღაც არა, არც ტოსტის, აი შუაში რაღაც საშუალო ჯანსაღი პური და კვერცხი ბოსტნეული შეიძლება კიტრი პამიდრის სალათი რაღაცა და აი კვერცხი შეიძლება ყვენიც იყოს ან რაღაც კარაქში შემწვანე რაღაც ეგეთი ბევრად უფრო დიდხანს მიყვება და არ შეათ ვიდრე სადაც აი ცილაც იყო ცხიმიც ნახშირწყალიც ყველაფერი ვიდრე თქვათ შვრიარო ჭამოს ცოტა ხინი გაუკეთოს პროტეინიც თქვათ გაუკეთოს ან რაღაც ხაჭო ან რაღაც გრიკ იოგურტი შეიძლება შეურიოს და ცხიმიც რო აი ფინაბათერი ან არაქისის კარაქი ან რაღაც ანუ იქაც ცილა ცხიმი ნახშირწყალი იქნება ნუ ცოტა მეტი ნახშირწყალი გამოა იქ მაგრამ სამივე მაკრონუტრიენტი თუმცა უფრო მაინც მანეში ვდებათ იმდენად დიდხანს არ მისდევთ ანუ მაინც პრაქტიკაში გააჩნია ადამიანს და გააჩნია რა პროდუქტებს ეჭამ რამდენად სავსე იქნები და რამდენ ხან დიდხანს გაგვყვება თუ თქვათ აი შვრია და ეგ ვარიანტი ჭამე და უცებ მოგშვიდა მაშინ საუზმე ლანჩი ისეთი მსუბუქი შენობა საღამომდე ვერ გაყვეს თქვათ სამსახურს ან დაამთავრებ სახლში სადილს შეჭამ მაგ დროს შენობა აი ლანჩზე ცოტა ისეთი იყოს რა შედარებით უფრო მსუყე და თქვათ ცილად ბევრი იყოს სალათი თქვათ ხორცნარევი ან რაღაც ზღვის პროდუქტები ან რაღაც რავი რა მოკლედ ისეთი მსუბუქად შეიძლება ვერ გადახვიდე რა ვინც თქვა შეიძლება კვერცხი და ცოტა ისეთი გაივსო შეიძლება იქ ბერძნულ იოგურტზე ან რაღაც მსუბუქზე გადავიდეს სანამ სახში მივა და სრულფასოვან ნოყიერ სადილს შეჭამ თუ მაგრამ თუ თქვა ვინმე თქვა შუა დღისით ვარჯიშობს და დირმით ისაუზმა და კიდე ერთი ჭამა უჭოს ვარჯიშში აი მანდ იდეალური იქნება ხინი ან ბანანი თუნდაც ან რაღაც თუ ვაშნი უყარს ან ფორთხო მოკეთ არ აქვს მნიშვნელობა გვიან სამსახურის მერე ვინც ვარჯიშობს და აღარ უნდა აი სიტყვაზე აღარ 8 საათზე მივიდა ცხაზე საერთოდ აღარ უნდა საჭმელო ჭამოს მაგ დროს ეგეც ვარიანტია კი სულ რომ არც ჭამოს ეგეც ვარიანტია დიდად კატასტროფა არ იქნება თუ 10 დღის განმავლობაში საკმარის რაოდენობა ცილას მიიღებს მაგრამ აი თუ ვიძახით იდეალურად და ეფექტური, აი ყველაზე იდეალური ვარიანტი, ყველაზე ეფექტური, მაგ დროს სასურველი იქნებოდა აი ვარჯიშის მე რამ შეიქი პროტეინის ფხვნილი, ან თუ პროტეინის ფხვნილი არ უნდა, მაინც და მაინც პროდუქტებისგან ხაჭო 0%-იანი, ცოტა ძალიან დაბალ კალორიურ ძეში, ან უშაქრო შისცე ან რაღაც თუნდაც თუ წყალში ურჩევნი ცოტა შეიძლება აი გაყინული ან მოცვი ან ხიბა ბანანი ან რაღაც საყვარელი ხინი იყოს აი დააბლენდეროს და დანიოს ძალიან კაი იქნება თუ ვთქვათ აი ვიძახით რომ ჭამოს დარდალიოს ხო შეიძლება ცოტა სქენი გამოვიდეს სმუზი და შეჭამოს კოვზით ნუ გააჩნია ნუ მოკეთ მაინც სასურველია რომ ცილა მიიღოს მაგრამ თუ ღამის 12-ზე ვარჯიშობს რაც არსებია არის არ მიიღოს თუ დღის განმავლობაში საკმარის იღებს და არაერთი დღე არამედ სისტემატურად საკმარის რაოდენობა ცილას აგროვებს ორგანიზმი მოეწყობა ისე როგორ თქვა გადაეწყობა ისე რომ ანუ იმ ცილას რასაც 10 დღის განმავლობაში იღებს, აი ვარჯიში რო ივარჯიშა და მაგ ვარჯიშის მერე კუნთების აღდგენაში, კუნთის უჯრედების აღდგენაში გამოიყენებს იმის მიუხედავად, რომ ეგრევე რაღაც ნახევარსაათი არ დანია. არ მიიღო ცილა. ხო, აი ეს იყო და ხო სუბოლო რას თქვი? ხო რა, ეს ყველაფერი მარტივად შევინარჩუნოთ და ასე ვთქვათ, არა
რაღაც 2 და 3 თვის არამედ და სისტემატიური სახე ცხოვრების სტილად გადაიქცეს, აი პატარ-პატარა ჩვევებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სასურვენია ეს პატარ-პატარა მავნე ჩვევებიც ნელ-ნელა აუჩქარებლად შევცვალოთ, რომ მე ამ დაკნებული წონის შენარჩუნებაც ბევრად რომ მარტივი იყოს და აღარ მოხდეს აი ეს ციკლური რაღაც პერიოდი დავიკენი მოვიმატე ეს წრეზე არიაროს სულ რა. აი ეს პატარ-პატარა ჩვევები თუ არ შეიცვალა, დროის ამბავია, მაინც აი ნენელა მე იმას აურევს იმ წყალს აღარ მიაქცევს ყურადღებას, ბოჭკოს აღარ მიაქცევს, ცილას ხანას ემიღებს ხანისა და საბოლოო ჯამში ისე გამოვა, რომ დაუბრუნდება საწყის წერტილს. ძალიან საინტერესო თემა იყო და მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რომელიც პრინციპს ლოგიკური გადასვლაც იქნება, დავიწყე ეს ყველაფერი შენი ნაბიჯებით ჯერ პირველი, მეორე, მესამე, ყველას მიუყვები კარგად იდეალურად. ნუ იდეალურად რა, ნორმალ 80-20-ზე როგორც გვეყვარს. და გაჩერდა ჩემი წონა. იმდანაც ბევრი ადამიანი იძახის და იწერება წონის გაყინვას, ითხოვს რჩევას, ვიდეოს და ასე შემდეგ, რომ მოდი აქაც ავუხსნათ რა ხდება. როგორც ინგლისურად ამას ეძახიან weight loss plateau არის, ხო? იცი როგორ ჯერ მოდი სანამ აი შენს კონკრეტულ რამე შეკითხოს დამისვე, წონის გაყინვა განმარტოთ რა. წონის გაყინვა ყველას გონია, რომ ანუ ყველას რა უმეტესობა ჯერ გონია რომ რაღაც ყოველდღე ესე თუ არ მოდის როგორც საფეხურებზე ქვევი ჩადიხარ წონაც იდეალურად ქვევი თუ არ მოდის უკვე ანუ რაღაცა წონის რაც აი სრული 180 გრადუსით სხვა რაღაცა ეგ არა ასევე ძალიან ბევრს კიდე გონია რომ იცი რა შეიძლება ესე იდეალურად საფეხურებით ქვევით არ მოდიოდეს მაგრამ აი როგორც კი ესე ზევით ავა, ესე იგი პრობლემა უკვე რაღაცა ეს ანუ ზევით არ უნდა ადიოდე. შეიძლება ქვევითაც არ მოდიოდეს, ჩერდებოდეს, მაგრამ 100 გრამით ზევით თუ ავიდო, რა ხდება? ესე იგი, მოვიმატე უკან თუ რაღაც. რაც ასევე ანუ ასრულე. ნუ ამაზე გქონდა ეპიზოდი ხო სასწორთან დაკავშირებით და ის რომ ეს ყოველთვის ესე თამაშობს და ასე შემდეგ. ახსნით მაგას ხო რომ და მესამე ახსნით მაგას როგორც არის და მესამე საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხის არის რომ შეიძლება არც იდეალურად სწორად არ მოდიოდეს ეს ზევითქვევითაც დადიოდეს, მაგრამ აი ზევითქვევითი არ უნდა რაღაც ერთი კვირა თუ ანუ ზევითქვევითი არა, მაგრამ არც ქვევით აღარ ჩავიდა, ანუ გაჩერდასავით, ავსო ერთი კვირა თუ არ ჩავიდა, რაღაცა გაჩერდა. რეალურად ეხა რო ავიღოთ. არის მინიმუმ 2-დან 3 კვირამდე, აი ეს 21 დღე, ხო? რაღაც იქნება, რა 21. მაგრამ მეტიც ხო არის სინამდვილეში. მეტი შეიძლება იყოს. კი, ნუ გააჩნია ეს კონკრეტულ ადამიანი უკვე ცხოვრების სტილი, როგორ ძინავს, რა სიღვიძებს, რამდენად სტრესული გარემო აქვს, როდის როგორ აი რეჟიმი როგორი აქვს, შეიძლება ერთ დღეს ღამე ვარჩევდეს, ერთ დღეს დინით, ერთ დღეს შვა არეული. მოკლედ, მაგ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, რამდენად აი სასწორის წონა როგორი ვნის რა, ესე ჩამოვა, გვერდზე გაუხოს თუ გამოუხოს რა. მაგრამ ისე ზოგადი რო ავიღოთ, აი მინიმუმ 2 კვირიდან 3 კვირამდე თუ არ იძვრის წონა, ანუ ქვევით არ ჩამოდის, ესე იგი აი გაჩერების ამბავი ხდება უკვე weight loss plateau-ზე მივედით და რა არის ეს weight loss plateau არის, როდესაც როგორც თქვით რა, წონას რო იკნებ, გინდა არ გინდა 100% ცხიმის წვა არ ხდება, კუნთური მასაც მცირდება. კუნთური მასაზე ვთქვი, რომ რაც უფრო მეტი კუნთური მასა გაქვს, მით უფრო მეტი ჭამა შეგიძლია და მაინც იკნებ. მაგრამ რადგან ეს კუნთური მასა ესე 100% არ ნარჩუნდება და ცხიმთან ერთად იწვება და ხშირ შემთხვევაში მეც როცა ვცდილობ რა იდეალურად გავაკეთო ყველაფერი, მაინც კუნთური მასას კარგავ. კუნთური მასას კარგავ, გამოდის რომ ანუ იმდენი ენერგია აღარ ჭირდება ორგანიზმს, რომ რაღაც ერთი დღის განმავლობაში ფუნქციონიროს, შედარებით ნაკლები ენერგია ჭირდება. ნაკლები ენერგია ჭირდება, ანუ ჩამოიკლო ცოტა შენარჩუნების კალორიამ და გამოდის რომ აი მეტაბოლიზმი გამიჩერდა მეტაბოლიზმი. აი გარი რომ თელი დღის განმავლობაში ორგანიზმი შედარებით ნაკლები კალორიის ხარჯვა უწევს, რომ ჩვეულებრივად იფუნქციონიროს, რაღაც ყველა ორგანოებმა იმუშაოს, ტვინმა, ყველაფერმა კარგად. ვარჯიშებით შეასრულო ფიზიკური აქტივობა, რასაც აკეთებ ის რომ ისე გააკეთო მოკლედ. შედარებით ნაკლები უწევს და თუ გინდა რომ კიდევ დეფიციტი გამოვიდეს, ანუ
რეალურად აი თუ სწორად მიუყვებით, გამოდის რომ weight loss plateau არის, როდესაც დეფიციტი ქონდა და всё აღარ გაქვს დეფიციტი გახდა ისევ შენარჩუნების კალორია და ამ დროს ყველაზე ხო არა ძალიან მაგას ვიძახ 3 კვირაც ძალიან ცოტაა რა 3 კვირა ძალიან ცოტა იქიდან გამომდინარე რომ უმეტესობა ადამიანი ესე იდეალურად სწორი რეჟიმით აი ყოველ დღე იდეალურად ერთ და იგივე რაოდენობა კალორიას, ერთ და იგივე რაოდენობა წყალს, ერთ და იგივე ხარისხით, ერთ და იგივე დრო არ ძინავს, ანუ სულ ასე თუ ისე ხან ერთი კვირა შეიძლება სამსახურში სიწყნარს სიმშვიდე არანაირი სტრესი არ კონდეს, მერე რაღაც მოხდეს მის ცხოვრებაში, შემდეგი კვირა ძალიან სტრესული იყოს, მერე შეიძლება რაღაც გამოაგდოს სამსახურიდან გადაირიოსო და მოკლედ რა, ძალიან ბევრი რამე მოქმედებს სასწორის წონაზე და ამიტომ შეისწავლეთ თქვენი ორგანიზმი. შეისწავლეთ ერთი რა, რაც უფრო არიჩქარებთ და ნელ-ნელა მიუყვებით, მით უფრო სწორად გამოვა ყველაფერი. მაგრამ მაგაზე ვთქვით, ეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ეხა დღევანდელ ადამიანის, თქვა სურვილებს, როცა ყოველთვის ყველას ყველაფერი ძა. ეხავე და დღეს უნდა შედეგი რა. ეხავე და დღეს შედეგი და ეს მოდი რაც შეიძლება ნელა გააკეთეს, შუაში არის აი 2-3 კვირა მაინც უნდა დააცადო. 3 კვირა ანუ როგორც მე წინათ ცოტა ხნის წინ თქვით, შეიძლება წყლის შეკავება მოხდეს ხო? შეიძლება წინა ეპიზოდებში თუნდაც აი კალორიების დეფიციტი იყოს მართლა დეფიციტი იყო და მართლა ცხიმის წვა, წონის კნება მიმდინარეობდეს. მაგრამ სასწრაფო სწორად შეიძლება არ ჩამოვიდეს და ეს ჩამოვთვალე 9 ის იყო რაღაც შეიძლება ადრე გაიღვიძო შეიძლება პირიქით გვიან დაიძინო სამსახურში სტრესი კონდეს ის ნახშირწყლები რაც უნდა მიგეღო ცოტა სოდიუმი შემცვენი გამოვიდა მეტი სითხე შეიკავა ორგანიზმმა ვარჯიშები რაღაც ცოტა ოდნავ შეცვან რაღაც უფრო ინტენსიური გახდა უფრო რაღაცა მეტი არ ეგეც სითხეს იკავეს ორგანიზმი მოკლედ ძალიან ბევრი რამე შეიძლება იმოქმედოს და სასწორის წონა არ ასახავდეს რეალურად რა პროცესების მიდის ორგანიზმში. ანუ რეალურად რამდენი ცხიმი იწვება და რამდენი წონა გაკეთდება, სასწორზე შეიძლება 1 კვირა კი არა, 2 კვირა კი არა, 3 კვირაც არ გამოჩნდეს. ამიტომ ვეუბნები ხოლმე ხშირად, რომ რაც უფრო თქვა, აი ყოველდღე აწონა და ბევრი მწერს, აუ ყოველდღე აწონა ვისტრესები. მესმის კი ერთის მხრივ ძალიან სტრესია, რომ ყოველდღე იწონები და ისე გამოწე ყველაფერს იდეალურად აკეთებ და მაინც არ ჩამოდის, მაგრამ მეორე მხარე რომ აი რეალური კნება, აი რეალური სიტუაცია რაც ხდება, ეგრო სასწორზე გამოჩნდეს, ანუ ისედაც 1000 ერთხელ ჩდება და შენ თუ რაღაცა კვირაში ერთხელ ან ისედაც 1000 ერთხელ იწონებს, საერთოდ ხო რა, ანუ ბევრად მეტი შანსია რომ ყოველდღე იწონები ერთი დღე მაინც ისე გამოვიდეს, ასე თუ ისე იდეალურად ახსრულდეს და ბრახ ჩამოვარდეს და ყველაზე დაბალი წონა აჩვენოს, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება რეალურ წონასთან რა. ხო და ამიტომ აი ორი მხარე აქვს რა, თან სტრესულია, მაგრამ თან ყველაზე სწორი ყოველდღე აწონა, იმიტომ რომ მეტი დეიტა გაქვს და ნუ მეტად რაც უფრო ინფორმირებული ხარ ყველა საკითხში ზოგადად უფრო მარტივია სწორი ნაბიჯების გადადგმა. კი და ამიტომ აწონვაზე გვესმის რომ რთულია, მაგრამ ინფორმაციის კარგი წყარო. ხო და ეგ წონის გაყინვის ამბავიც აი ისე არის რა. ხშირ შემთხვევაში ყოფილა რომ არა პირიქით კარგად შვენივრად იდეალურად სწორად მიდის ცხიმის წვის პროცესი, თუმცა სასწორს გაუჭედია 2-3 კვირაც არ ჩამოდის და ნუ ადამიანი აი ანებებს თავს უკრევა мотиваცია იდეალურად ვაკეთებდი ყველაფერს არა და ვერ დააცადა საკმარისი დრო რომ აი გამოჩენილიყო სასწორზე. კარგი, ესე იგი განვიხილეთ რა არის weight loss plateau და ის განვიხილეთ რომ უმეტესად ახალს ერევა სხვადასხვა რაღაცებში, რომ 3 კვირა ოფიციალურად ესე ამბობენ რომ შეიძლება დაიწყოს 3 კვირაში, მაგრამ ესეც ძალიან ცოტაა და ნუ ჩვენ ბევრად მეტი დრო. მე პირადად ვფიქრობ რომ 2 თვე მაინც უნდა მისცე, რომ აი 2 თვე თუ არ იძვრი და რაღაცა განსაკუთრებულ შემთხვევაში არ ხდება არაფერი ცვლილებები, მაშინ ალბათ უკვე რეალურია. მაღაზიაში აღარ მახსოვს ზუსტად ძალიან ცნობილი кейსია და ის ჩაატარეს რა, რაღაც მეცნიერულ კვლევასავით, რაოდენობაც არ მახსოვს, ეხლა ძალიან ისე რა, კონკრეტულად ვერ ვიხსენებ, მოკლედ რა, მე მგონი 100-მდე თუ 50-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ხო რა, შენობა ვწდები არავის, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა მაგას. 1500 თუ 1600 კალორიას საჭმევდნენ 6 თვე თუ 1 წელი თუ რაღაც ეგრე რა და როგორ რაღაც იყო იცი დაიწყო და თავიდან
აი ძვანი და ტყავი და რომ სულ ბოლომდე ჩააჭირეს ბოლომდე ისე რომ ანუ აი ჩონჭი საკონცენტრაციო ბანაკს გამოუნენი ხალხივით იყო რომ 1500 ყველა კაცო? ქანიც კაციც ბევრი იღებდა მონაწილეობას კონკრეტულ რიცხვს ვერ ვიხსენებ, მაგრამ აი ოღონდ ისე რა იმ კაცრად აი არა ყოველ დღე ერთი და იგივე ერთი წენი თუ 6 თვე თუ რაღაც ეგრე იყო აღარ მახსოვს ეს რიცხვით სამწუხაროდ უცებ ამომიტივდა ეგ და აი ძუნეკნებზე ძუნების ზურგზე ძუნები აი გათავებული იყო ყველა ასე ვთქვათ რა და ზოგი აი რავი რა ვერ აი გონია რომ რაღაცა ისე გაფუჭებულია ჩემი ორგანიზმი იმდენად რაღაც მეტაბოლიზმი არ მაქვს შემცირებული მაქვს რომ აი რაღაცა არა და 1600 კალორია ნუ კაცის დაბალია მაგრამ ხალი ბევრი ხალი აი ვერ ვიხსენებ კონკრეტულად რა ის იყო რა აი თქვათ რა ასაკის იყო რამდენი ქანი იყო რამდენი კაცი აი წაკითხული მაქვს ძალიან ადრე რა და მაგრამ რაღაც 90% ძვანი და ტყავი ანუ მაგით იმის თქვა გინდა რომ ერთი წელი ესე გაუჩერებლად ზუსტად ერთი და იგივე რომ აკეთო 1600 კალორიზე არა მაგას მოსვიძახი რა იცი რა მაგას არ ვიძახი ხა შენ ექსტრემალური მაშკატა თქვა დეფიციტში რო ხარ 3 კვირაში всё აღარ ვარ დეფიციტში ანუ ძალიან დაჩქარებული დასკვნა რომ რაღაც დეფიციტში იყავი და 3 კვირაში იმდენი კუნთი დაკარგე და ისე შეგინელდა მეტაბოლიზმი და ისე გაჩერდა ყველაფერი ორგანიზმში რომ უცებ და ამოწურე დეფიციტი და ვეღარ იკან ძირითადად მეტი და მეტი ძირითადად მოწყობილობის ინდივიდუალურად კონკრეტულ ადამიანზე დამოკიდე მაგრამ 3 კვირაც აი ძალიან ცოტაა რომ აი ნუ მოკაც მოხდა ესე და დადგა თუ გინდა ორთვეში და გინდა ერთ წელიწადში მოკლედ დადგა კი რა დგება დადგა კი რა უცინებლად დგება რა ყველა ვარიანტში დგება რას შვებით როგორ შველით მე მახსოვს ხა მე ჯერ ჩემ სასაცილო ისტორიას გავიხსენებ შენი ჯგუფიდან Facebook-ის დახურული ჯგუფი რო გაყვება ვარჯიში და გახთომა ფიზკულტურას ჯგუფია და იქ ანუ დღემდე, მაგრამ დღეს ცოტა ნაკლებად ჩვენ რო დავიწყეთ ხა მაშინ რა რამდენი წლის წინ იყო აქტიურად წერდნენ წონა გაგიჩერდა არაჟანი და თევზი. რას ნიშნავს ეს არაჟანი და თევზი თუ გაგ მოსაზრება? რატო უნდა არაჟანი და თევზი ჭამე და დაიძრება ხვალიდან? ოხ რა უცნაო არაჟანი და თუ ვინმე თუ არაჟანს და თევზს ჭამდა ისედაც ქონდა არაჟანს და თევზის კვებაში. როგორ მარტო არაჟანი და თევზია საუბარი? ხო, ნუ აბსურდი ეგ არის. რაღაც ბევრი მარტო ახლა არაჟანი და ცხიმი ერთადერთი რაც მახსენდება, ორივე ცხიმის კარგი წყაროა, რაღაცას. არაჟანი და თევზში ცხიმიც არის, ცილაც არის, არაჟანში ხო ნახშირწყალი ცოტა, ცხიმში, თევზში ნახშირწყალი არ არის. ცილა და ცხიმზე გადახდა ნახშირწყალს იღებდა. ერთ დღეში ამას რო იზამ, მეორე აბსურდი არ ვიცი ხა როგორ ახსნა ეგ, უცნაური რაღაცა, მაგრამ რეალურად როგორ უნდა ქნა იმას გეტყვით ახლა თუ გინდა. არის სამი გზა არის რა. ნუ მესამე ყველაზე იდეალური ვარიანტია, მაგრამ ნუ სამივე შეიძლება. ერთი ცოტა გინდა არ გინდა მიღებულ კალორიას ამცირებ ისევ რა. იქნება ეს 100 კალორია, 150, 200, ნუ გააჩნია საერთოდ ჯამი კალორიას და იმის მიხედვით ამცირებ. როში ამცირებ კალორიას ყველა ვარიანტში განახდება წონის კნება. მეორე ვარიანტია რომ არაფერი კალორიას არ ამცირებ. ფიზიკური აქტივობა რაც გაქვს, თქვათ, რამდენ კალორიასაც წვავ, ცოტა ცდილობ, უფრო მეტი დაწვა რა. თქვათ, მაგალითად, დარბაზში თუ ვარჯიშობ, დაანებე დარბაზში ვარჯიშე იყოს ისე და ფეხი დადიხარ ყოველ დღე რაღაცა 15 წუთი, ან რაღაც 10000 ნაბიჯი. იარეთ 11000 ნაბიჯი, ან რაღაც 10 წუთი, მაგრამ 15 წუთი ანუ საერთო ჯამში მწნიანი დღის განმავლობაში დამწვარ კალორიებს ზრდი ოდნავ ისიც, აი 100 კალორიით, 200 კალორიით მეტი რო დაიწვას. და მესამე ვარიანტი ყველაზე კაია, რომ ძალიან ცოტა კალორიას მოკლო და ძალიან ცოტა ფიზიკური აქტივობა გაზარდო, ესე თითქოს ყველაზე შეუმჩნევლად და ყველაზე უმტკივნეულოდ გამოდის ისევ დეფიციტში გადასვლა რა. რაღაც აი 50 კალორიით ნაკლები რო ჭამო და 50 კალორიით მეტი დაწვა ან 100-ით უკვე ისევ დეფიციტში გადაიხარ ყველაზე უმტკივნეულად. აი და ეს რამდენი ხან აი გავიდა სიტყვაზე ისევ ერთი წელი სამ კვირაზე წავა. არა ეს ხა ეს რთულია ხო გააჩნია ადამიანის მიზანი რა აქ როგორ ერთი წელი. სულ ხარ მოაკლევდა სულ. არა და არ უნდა სულ დეფიციტი რაც უნდა ერთი წელი კაცო ვიღაცას თუ რაღაცა 80 კილოა და 70-ია ჩამოსასვლელი ერთი წელი არ და ერთი წელი ძალიან ნემი იქნება ეგრე ნელაც ნუ არ არის ცუდი რა არის მე რო ერთ წელიწადში 10 კილო დავიკლე
შენ 80-დან 70 არ ხარ. შენ უკვე სხვა შემთხვევა. მაგიტო ყოველთვის ვიძახი კონკრეტულ ადამიანს გააჩნია ყველაფერი ინდივიდუალური, აი კონკრეტულ кейსის მიხედვით უნდა შედგეს მე ყველაფერი რა დროში, რამდენის დაწვა, რა სტრატეგია იქნება ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე სწორი. ეს სამი ვარიანტი ჩავთვალე. მეოთხე ვარიანტი არ იქნებოდა კარგი, მაგალითად, ყველაფერი დატოვა როგორც არის და ცოტა მოაკლო ნახშირწყალს და რასაც მოაკლებ კალორიას ნაწყვა ნახშირწყალს, მოუმატო ის ცილას. ხო, ეგეც ვარიანტია, როგორ იცი? აი ცოტა ის არის რიცხვებზე რომ გადავიდეთ, აი ძალიან რიცხვებზე იმდენად დიდ სხვაობას ვერ მოგცემს, კი მესმის და მეც გეუბნები და ესეც არის ფაქტია, რომ ანუ ცირნის გადამუშავებას უფრო მეტი ენერგია ჭირდება, ვიდრე ნახშირწყლის, ანუ ერთ და იგივე ცილა რო ჭამდა ნახშირწყალი, ანუ შედარებით უფრო მეტ კალორიას დახარჯავს ცირნის გადამუშავების დროს, მაგრამ აი ეგ სხვაობა რა, რაღაც 30 გრამ ცილას რომ მოაკნებ და 30 გრამ ცილას რომ დაუმატებ და 30 გრამ ნახშირწყალს რომ მოაკნებ, აი მაგ ცნებამ შენება აი ძალიან ისეთი მინიმალური ცნება გამოიწვიოს საერთო ჯამის კალორიაში, ისე რომ რაღაც აი ხო რა, რაღაც 20-ან 30 კალორიით რო შეამცირებ, შეიძლება კი არა, ვერ აისახება ეგრევე 30 კალორიის დეფიციტი, ან 40 კალორიის დეფიციტი ეგრევე სასწორზე წონის კნება განახდეს და წავიდეს, აი ცოტა რთული ამბავია რა. სადღაც მინიმუმ 100-150-200 კალორია გაჩერებული წონიდან საჭიროა რომ აი რაღაცა შემდეგი 10 დღე ორ კვირაში შეეტყოს სასწორსო წამოვიდეს ისევ დაბლა რა. აი 30 და 50 კალორიამდეს ცოტა რთულად აისახება. მოკლედ ამ ყველაფრის გამოსავალი ხა მე ადრეც მიფიქრე ამ პლატოზე და ასე შემდეგ და ზოგადად მიფიქრე ხოლმე იმაზე რომ აი ხალხი რომ ამ დიდხანს არის დეფიციტში ასე შემდეგ და რაღაც მომენტში მიაღწევენ ამ პლატოს ქვემოთ ხوار მოაკლებ ამ კალორიას ან ხوار ივარჯიშებ დღის განმავლობაში მთელი დღე. მაგედან გამოსავალი არის კუნთური მასის ზრდა. მაინც ბოლომდე ხო მართალი ვარ, ბოლომდე მივდივართ იქამდე რომ უნდა ჭამო ცილა და უნდა ივარჯიშო ძალისმიერი ვარჯიშები, კუნთი გაზარდო რომ შენ ორგანიზმს შეეძლოს მეტი კალორიის მიღება და არა მოკლება და ანუ სან დროს მაგალითი რო ავიღოთ, ხა როცა ვჭამდი წინა ეპიზოდში ხო აქ ნათქვამი 600 კალორიაზეც კი ვიღავი ჩამოსულიო ხო თუ 800 თუ რაც რაღაცა და დღეს 3000 კალორიაზე იკლებ 3000 შენარჩუნება გამოდის. 3000 შენარჩუნება გამოდის, ესე კი რეალურია. მესმის რომ კაცებს ეს უფრო მარტივად გამოსდის ვიდრე ქალებს, მაგრამ ქალებსაც შეიძლება რომ გამოგვივიდეს და ну რაღაც მასეთი კუთხით წავიდეთ და გრძელვადაზე ვიფიქროთ, ვიდრე ანუ მართლა პლატოზე რამდენჯერაც მიფიქრე, სულ ეგ მიფიქრე, რომ ანუ მერე სადამდე მივდიო ვარ, ხა ეს ხო არა რეალურია. კაი მოვაკელი ვარჯიშს, მოვაკელი კალორიას სადამდე ჩამოვიდე და სადამდე ავწიო ეს ვარჯიში. კუნთური მასა უნდა გავზარდოთ. სანდრო ამაზე მეუბნება სხვათა შორის ერთ კარგ რაღაცას ბევრი წელია უკვე და არც ერთხელ არ მომისმენია. იქნება ახლა მოვუსმინო. ზამთარი რო იწყება, მაინც ბევრი ტანსაცმელი გაცვია, მოიმატე წონა, ივარჯიშე წონებით და 1-5 კილო ჩემ წონაზე ვიღაცას მეტია 5 თუნდაც მოიმატე. ეს კუნთები გაიზარდე აქტიური ცილის მიღებით და აქტიური ვარჯიშით, მე გაზაფხულიდან დაიწყე ჩამოკლება და მოიმატებ შენარჩუნების კალორიას მოემატება ეგრევე რაღაცა X. და ესე რამდენიმე წელი ხო არ ვაპირებთ დღეს სიკუთილს და წელს ხო რამდენიმე წელი რომ გავაკეთოთ რეალურად ბოლოს ძალიან კარგ ტანზე ვიქნებით და საჭმელსაც გადასარევად მივიღებთ და არ ვიშიმშილებ. ეგ არის გამოსავალი მოკლედ. იდეალური ვარიანტი თქვი ეხა შენ რა რომ აი სულ დაკნებაზე და სულ იმაზე ხო ზოგ ცნებები ანუ ისედაც სამყაროში ყოველთვის ხან წვიმა, ხან მზე არის, ხან დღე, ხან ცივა, ხან ცხელად. ან სულ დაკნებაზე, სულ და ფიზიკურად და ცოტა მენტალურად და ვაფშე ხო ძალიან დაუღლე. ძალიან ის არა. ასე დროს ყველაზე იდეალური ვარიანტი არის რომ ну ზაფხულში ყველაზე მეტად ცხელა და ყველაზე მეტად ჩანს შენი ვიზუალი აი შე რო გინდა წონა ზუსტად იმ წონაზე იყო შემოდგომა აი ნენელა აი ტრანზიშენისა ვთქვა და მომატებ ძალიან სუბუქად ნენელა რო უმატებ ზამთარში ასე ვთქვა ჩააჭირო ესე ცოტა წონა აი კარგად აქტიურად ივარჯიშო საჭმელი ჭამო და
დაგეგმილად სპეციალურად იმატებ, რომ კონტური მას გაგეზარდოს. შემოდგომაზე ისევ აი ცოტა შემოდგომაზე კი არა, გასაფხულზე ისევ აი ცოტა ცდილობ, რომ აი ეს ზამთარში რა ჩააჭირე, ეს ჩამოფერთხო, ოღონდ აუცილებლად სწორად, ტყუილა ეს ზამთრის ჩაწერა წყალში ჩაყრა არ გამოგივიდეს, რაც კუნთი მოიმატე. თუ დაკნება არასწორად გააკეთე, ისევ დაიკნებ ამ კუნთს, რაც მოიმატე და გამოდის წელზაფხულს ისევ ვარჯიშს აგრძელებ, ცილას წამო, კალორიას აკეთებ. აი ეს რაც ჩამოვთვალე, აი ამ რაღაც 5-6 საფეხურს ცდილობ, რომ მაქსიმალურად აი სწორად მიყვე ამას და გამოდის, რომ აი ამ ზამთარში რაც მოიმატე, ცოტა ისევ მაინც ხა იდეალურად 100% ვერაც მოიმატე ზამთარში ვერ შეინარჩუნებ, ცოტა კუნთი მოგაგდება, მაგრამ თუ ამ საფეხურებს სწორად გააკეთებ, შედარებით წინა ზაფხულთან შედარებით ცოტა პნეუს კონტური მასა პნეუსში დაგრჩება, კონტური მასა პნეუსში დაგრჩება, გამოდის შენარჩუნების კალორია ცოტა პნეუსში წაგივა რა. შეიძლება ხა ისე ვიძახი ჰაერზე რისხონა წარმოდგენა რომ შექმნეს ადამიანს 100 კალორი ერთ წელს შევა 100 კალორითან 150-200 კალორით გაგეზარდოთ შენარჩუნების რაოდენობა რა. თქვათ თუ მე ხა წელს 3000 კალორიზე ვინარჩუნებ, აი ერთი ზამთარი აქტიურად მოვიმატე, მე ისე დავიკნე, იგივე წონაზე ჩამოვედი 3100, 3200 შენობა შევინარჩუნო 3000-გან განსხვავებით. ეს მაგას სანდრო მეუბნებოდა, სულ პასუხობდი, რომ არ შემიძლია, ვერ ჩემ ტვინში ვერ ძნივს დავიკენი და ეხა მომატება იქნება. და მეუბნებოდა, რომ მოიმატებ მაინც, იმიტომ რომ სულ დეფიციტში ყოფნა მართლა ძნელია და ნუ მოვიმატე მაინც. ერთი ზამთარი შენობა გაუძლოთ, მაგრამ 2, 3, 4 გამიზნულად და ისე მათთან მივიღებდი კიდეც კარგ შედეგს. ვიზუალით უკეთესი იქნება, აი უფრო შეკრუნი, უფრო ტონუსში სხეუნი, კალორიაც იზრდება. აი ეპიზოდი გამოვიდა, თუ მოусმენს ხალხი ბოლომდე. პრაქტიკული ეპიზოდი, აი ჩვენ ყოველთვის ის რა, ამდენ ინფორმაციას გაძნევთ, ეს გააკეთეთ, ეს მნიშვნელოვანია, ეს თითქოს აი თავში რაღაც აი კონკრეტულად აი ეს თენი ეს ინფორმაციის რაღაც ზღვა თუ რა, აი როგორ უნდა აი ეს დღევანდელ ეპიზოდს უყურეთ და მიღევით. ხო. მადლობა, კარგი და საინტერესო რჩევებისთვის. აბა, კაი ბიჭი ხარ.